ნანუკა ჟორჟოლიანი როცა ამ ქვეყნის დედოფლად მიიჩნევდა თავს და მისი ქმარი როცა იყო კუდის უფროსი იმის გამო რომ ღამე შემთხვევით ზარი გაეშვათ სვანეთიდან სვანეთში სადღაც სოფლიდან ბიჭებს მეორე დღეს სპეცრაზმი აუარდათ იმ ბიჭებს იქ და სასიკვდილოდ ცემეს და ნარკოტიკი ჩაუდეს და იარაღი და უბედურება და დაიჭირეს და პირდაპირ ამაზე ჟურნალისტური გამოძიებები დღესაც ონლაინ დევს და შეუძლიათ დაგუგლონ და ნახონ ერთი ვინ არის ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემ მეგობარს პირადად ჩემ მეგობარს რაღაცა მაშინ ძვირფასი მანქანა ყავდა Range Rover-ი და რაღაც ქუჩაში რო დაინახეს და მოეწონათ შეუცვიდა კაფეში ისინი რა ქვია სოდის თანამშრომლები ანუ მისი ქმრის შეიარაღებული თანამშრომლები წაართვეს ეს მანქანა გასაღები და მეორე დღეს და მთელი 2 წელი ნანუკა ჟორჟოლიანი დადიოდა მერე ჩემ მეგობარზე წართმეული მანქანით ჩვეულებრივი ბანდიტები არიან ეგენი და ეხა რაღაც მოირგეს ეს ბატკნის ტყავი და გამოგვივიდნენ აქ დემოკრატიისთვის მებრძოლები